დღეს შინდისის გმირების დღე არის. დღე, როდესაც გაიმართა გმირული ბრძოლა. შინდისში 22 ქართველ ჯარისკაცსა და 100 მოწინააღმდეგეს შორის რუსეთის არმიის წარმომადგენლები ერთის მხრივ და საქართველოს ჯარის წარმომადგენლები მეორეს მხრივ და 5 ჯერ აღმატებულ მტერს შეებრძოლენ ჩვენი ჯარისკაცები, 17 დაიღუპა გმირულად და აქაც ისტორია ყოველთვის გვაჩვენებს ჩვენ, რომ ქართველი მებრძოლი არ უშინდება რიცხოვნობას, ხვალ ჩვენ აღნიშნავთ დიდგორობას, სადაც ასევე 5 ჯერ აღმატებულ მტერთან გავიდა ქართველი საომრად და გაიმარჯვა 60,000, 300,000-ის წინააღმდეგ და აქაც 17 წლის წინ 22 ჯარისკაცი 100-ის წინააღმდეგ დადგა მედგრად და ბოლომდე იბრძოლა საკუთარი ქვეყნისთვის. ეს ჩვენ გვაჩვენებს, რომ ქართველი ჯარისკაცისთვის, ქართველი მეომრისთვის ყველა ბრძოლა დიდგორი არის. ნიშნულობა არ აქვს ამის გარშემო რა ხდება, ყველა ბრძოლაში ქართველი მებრძოლი შედის როგორც დიდგორში. და ეს გვაჩვენეს მაშინ შინდისის გმირებმა 17 წლის წინ. ამავე დროს ეს გვაჩვენებს ასევე, რომ ყოველ ბრძოლას არ ყავს დავით აღმაშენებლის მსგავსი პატრიოტი მთავარსარდლები და ამასაც გვახსენებს ჩვენ, რომ არა ის მარიონეტული რეჟიმი, რომელიც 17 წლის წინ იყო, ეს ომი არ იქნებოდა. შეიძლება არ ყოფილიყვნენ გმირები, მაგრამ იქნებოდნენ თავის ოჯახთან, თავის შვილებთან, თავის მეუღლეებთან და ეს არის ის გაკვეთილი, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ ისწავლა. როდესაც ყავს მარიონეტული რეჟიმი, რომელიც ქვეყანას უდგას სათავეში, რა თქმა უნდა, შემდეგ ესეთი რეჟიმები მოქმედებენ არა საკუთარი ქვეყნის ინტერესებით, არამედ სხვა ქვეყნების და სხვა ჯგუფების ინტერესებით და ასეც მოხდა 17 წლის წინ სააკაშვილის მარიონეტულმა რეჟიმმა გეოპოლიტიკურ დიდ საჭადრაკო დაფაზე საქართველოს პაიკად გამოაყენებინა. ჩვენ დღეს ხედავთ, რომ იმედია ბოლოსკენ მიდის უკრაინაში მიმდინარე ომი, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი საკითხი არის გადასაწყვეტი, როგორც ხედავთ, თუმცა არის პოლიტიკური ნება, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან და რუსეთიდანაც როგორც ჩანს და უკრაინას გამოთქვამს ვატყოფნავს და იმედია ეს ომი მალე დასრულდება, თუმცა ესეც გაკვეთილია და ჩვენივე გაკვეთილი ამას გვასწავლის და ამას ვამბობდით ჩვენ თავიდანვე. ჩვენ ქართველებმა ყველაზე კარგად ვიცით, როგორ იწყება ასეთი ომები და როგორ სრულდება ასეთი ომები. 17 წლის წინ 12 აგვისტოს დაიდო შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6 პუნქტიანი გეგმა, რომელიც ევროკავშირის შუმადგომლობით იქნა ხელმოწერილი და ეს გეგმა დღემდე შეუსრულებელი არის. მათ შორის ერთ-ერთი პუნქტი იყო რუსეთის მხრიდან ჯარების გაყვანა საწყის პოზიციებზე. 12 აგვისტოს ეს შეთანხმება, ამ შეთანხმების გარანტორი იყო ევროკავშირი. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ არაფერი არ შეუსრულებია რუსეთის ნაგზი ვალდებულებები, ევროკავშირს არც სანქციები დაუწესებია რუსეთისთვის, არც რაიმე პოლიტიკური ფასი გადაუხდენებია რუსეთისთვის. ამის შემდეგ იყო Nord Stream-ების და მილების მშენებლობა რუსეთთან და სტრატეგიული პროექტები გერმანიასა და რუსეთს შორის. ამის შემდეგ იყო გაცხოველებული ვაჭრობა ევროპასა და რუსეთს შორის. ასე რომ ჩვენი ომი დასრულდა 6 პუნქტიან ერთგვერდიან ხელშეკრულებაზე ხელი მოვაწერეთ და მიეცა ეს მივიწყოთ. პირიქით, საქართველოს დაედო ემბარგო, იარაღს არ გვაძლევდა არც ევროპა და არც ამერიკის შეერთებული შტატები, აკრძალული ჰქონდა ჩვენთვის იარაღის მოყვება ნაომარი ქვეყნისთვის, აი დღეს რომ გამოდიან და ხმამაღლა საუბრობენ იმაზე თუ როგორ უდგანან გვერდში უკრაინას თუ როგორ გვენდენ ჩვენ გვერდში, აგვიკრძალეს იარაღის შესყიდვა ჩვენს ქვეყანას და ემბარგო დაადეს. სანქცია დაადეს არა რუსეთს, არამედ სანქცია დაადეს საქართველოს 2008 წლის შემდეგ ევროპელებმა. ასე რომ ესეც გაკვეთილი არის და სწორედ ეს გაკვეთილი როგორ გამოვლილი, ამიტომაც გამოიჩინა ქართულმა ხალხმა სიბრძნე 2022 წელს და არ ჩაათრევინა თავი
ისეთ ომში, რომელიც ჩვენ უკვე ბევრჯერ ნანახი გვაქვს და რომლის დასასრული ქართულმა ხალხმა კარგად იცის, როგორ სრულდება ასეთი ომები, როდესაც შენ ხარ მარიონეტი სხვის ხელში. როგორია საარჩევნო მიზანი ბატონშალები და რამდენად ეროვნული არის განცხადებები მასთან დაკავშირებით, რომ ომი დაიწყოს საქართველოში ამ განცხადებებს. მხოლოდ რუსეთს მოსწონს თქვენი ეს განცხადებები და მიუხედავად იმისა, რომ არსებობს არაერთი არგუმენტი, მათ შორის ვიდეო მასალა 2006 წელს, როდესაც პუტინი ამბობდა, რომ გეგმა არსებობდა ომის დაწყების. თქვენ საქართველოს აბრალებთ მაინც ომის დაწყებას. ეს არის თუ არა ეროვნული ინტერესი და ვის ინტერესში შედის ასეთი განცხადებები? გეგმები არსებობდა 90-იანი წლებიდან მოყოლებული. კითხვა იმაში კი არ არის, ვინ რა დაიწყო, კითხვა რატომ დაიწყო ეს ომი. საქმეც ამაშია. ჩვენ რომ ყოლოდა პატრიოტი ხელისუფლება, ეს ომი არ დაიწყებოდა. როგორც არ დაიწყო 2022 წელს. ერთი ნამდვილობას არ გაუწევდი. ომის დაწყება ამას გულისხმობს, რომ არც უცხო ქვეყნის ჯარი არ შემოვიდა და საქართველოს ტერიტორიაზე როგორც არ შემოვიდა 2022 წელს. ამას გულისხმობს, რომ ყოფილიყო პატრიოტი ხელისუფლება და არა მარიონეტი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა პაიკად გამოაყენებინა სხვებს, არ იქნებოდა ყველა გლობალურ დაპირისპირებაში ბევრის ინტერესია გლობალურ დაპირისპირებაში და ამას ვაკვირდებით ჩვენ უკრაინის მაგალითზე. დღესაც ჩვენ გვესმის ხმამაღალი საუბარი, რომ უკრაინა არის ევროპის წინა ხაზი. ევროპის ფრონტის წინა ხაზი. თქვენ რამდენი ევროკავშირელი ჯარისკაცი ნახეთ ამ წინა ხაზზე? თუ კი ეს ევროკავშირის ბრძოლის წინა ხაზია რუსეთისგან თავდაცვისთვის, რატომ ვერ ხედავთ ჩვენი ლიტველ ჯარისკაცებს, ესტონელ ჯარისკაცებს, ფრანგ ჯარისკაცებს, ან გერმანელ ჯარისკაცებს, რატომ ვერ ხედავთ? მიხეილ სააკაშვილი იყო მარიონეტური რეჟიმის ხელმძღვანელი, რომელიც დიდ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებებში, სადაც ბევრის ინტერესი არის, ბევრი სხვადასხვა მხარის ინტერესი არის, საქართველოს ერთ პაიკად გამოაყენებინა. ხოლო 2022 წელს 2000 დაწყებას მას კი არა. ეგეთ თავარსარდას რა უთხარი, აქ რომ ფრანგის სტუმარი ყავდა საგარეო საქმეთა მინისტრი და თვითმფრინავის დანახვაზე მიწაზე რომ გახოხდა და ის კაცი მიატოვა იქ. ეგეთ თავარსარდას რა უთხარი. მნიშვნელობა საკითხო არის შემდეგი, რატომ დაიწყო ომი. აი ამას გაურბიან და ამიტომაც გადააქვს წინამძღოლში კითხვები თარიღთან და წუთებთან და დროებთან დაკავშირებით. კითხვა არის მარტივი, რატომ დაიწყო ომი, რაც შეეხება ქართველ გმირ მეომრებს და მათ შორის სამოქალაქო პირებს, რომლებიც შეეწიან ამ ომს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ქართველი მეომარი ყველა ბრძოლაში შედის როგორც დიდგორში და ის არ უშინდება არც რიცხოვნობას, არ უშინდება არც გარემოებას და არც პოლიტიკურ კონტექსტს უყურებს. ეს არის ბრძოლა შენი სამშობლოსთვის, რაც არ უნდა ხდებოდეს გარშემო და ყველა ჯარისკაცი შედის საკუთარი სამშობლოსთვის ბრძოლაში როგორც დიდგორში და ეს მაგალითი გვაჩვენა ჩვენ შინდისის გმირებმა. საერთაშორისო არბიტრაჟებში წაგებული დავებისა მამუკა ხაზარაძე მაინც ცდილობს რომ ამტკიცოს რომ ხელისუფლებამ შეუშალა ანაკლიის სპორტის მშენებლობა შეხედა ადამიანი არის საერთაშორისო დონეზე დადასტურებული თაღლით, რომელსაც წააგოს მისი თაღლითობა დადასტურდა ქართულ სასამართლოში, პარიზის არბიტრაჟში და ვაშინგტონის არბიტრაჟში. 3 ადგილას დადასტურდა მისი თაღლითობა, ამას დაემატა მისი საგადასახადო თაღლითობა გერმანიის ელჩისთვის სახლის მიქირავებს, სადაც გადასახადებს მალავდა და სხვა კიდევ და მათ შორის, როდესაც საკუთარი ბანკიდან 17 მილიონი გააქრეს მან და ბადრი ჯაფარიძემ, დღემ ის ფული გამქრალია, სხვა შორის არავის არ დაუბრუნებია ეს ფული, იმის გამო რომ ეს ამ რაღაცა სქემით, თაღლითური სქემით, რომელსაც ნასამართლებია, ეს ფული გაქრა ბანკიდან, იმ ბანკს შემდეგ 3 მილიონის გადახდა მოუწია ჯარიმის და აღიარებულია, რომ ეს მაშინ ეს ტრანზაქცია უკანონო იყო და არ იყო სწორი. ამიტომ, როცა თაღლითი საუბრობს, ახლა თაღლითი რას ვიტყვის, მოიგონებს ახალ თაღლითობას. ჩვენ ერთი რამე გვაინტერესებს, $6.5 მილიონი, რომელიც ვაშინგტონის არბიტრაჟმა დააკისრა
მის პარტნიორს გადაიხადეს უკვე თუ არა ბიუჯეტში. ჩვენ ველითო ბიუჯეტში შემოვიდეს 6,5 მილიონი ხაზარაძის და მისი გარემოცვის თაღლითობის. თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება როგორია მთავარი საარჩევნო მიზანი? ჩვენ უბრალოდ 17 ოპოზიციური პარტია იღებს მონაწილეობას, 8 პარტია უცხადებს ბოიკოტს, რამდენად კონკურენტუნ არიან არჩევნებს. უპირველეს ყოვლისა ხედავთ რომ მიდის რეგისტრაცია, 17-ს ქონა განაცხადი და არ ვიცი ხა ზუსტად 17-ვე არის თუ არა უკვე რეგისტრაციაში გატრიალებული და სავარაუდოდ არის 17. მათ შორის წინა საპარლამენტო არჩევნებში ბარიერ გადალახული 4 პარტიიდან 2 მონაწილეობას იღებს და 2 არ იღებს მონაწილეობას. ეს არის დღეს 17 მონაწილეობს, 2 არ მონაწილეობს. ასე რომ მათი ნება არის პირიქით მეც ამას ვამბობდი სულ რომ რაც უფრო ნაკლები ექსტრემისტული პარტია იქნება არჩევნებში წარმოდგენილი, მით უფრო კარგი ქართული დემოკრატიისთვის და აქედან გამომდინარე ეს შედეგი უკვე კარგი არის, რომ ნაციონალურ მოძრაობა ასე ვთქვათ, მისი ფორმალური ბირთვი რაც არის, მისი სახელწოდებით, მისი მათ შორის საარჩევნო ნომრით და ასე შემდეგ, დღეს გამქრალი არის საარჩევნო ბიულეტენებიდან გამქრალი იქნება საკუთარივე არჩევანით. ასე რომ მისასალმებელია რომ ამითი ხდება მათ შორის ფორმალური დემონტაჟი ნაცმოძრაობისა და ნაცობისა როგორც იდეოლოგისა. რაც შეეხება არჩევნებს, ჩვენ ხედავთ რომ უკვე აქტიურად არათუ ვემზადებით, არამედ დავიწყეთ უკვე კამპანია, წარდგენილი არის თბილისის მერობის კანდიდატი, თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები, ასევე ხედავთ რომ უკვე ხდება გაცხადება ჩვენი მერობის კანდიდატებისა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, ასევე ჩვენ გვაქვს ძალიან ასე ვთქვათ ცხადი მიზანი, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებში. რაც თავარი ეს არის საჭირდება დღეს ხალხს. დღეს რადიკალური ოპოზიცია ერთ რამეს პირდება, ისინი ვიც მონაწილეობას იღებენ, ერთ რამეს პირდება ამორჩევას. რომ თუ კი მას მისცემენ ხმას და მისცემენ მანდატს, ისინი არემენ ქვეყანას და შეეცდებიან რომ აურიონ სიტუაცია და დისკომფორტი შეუქმნან ცენტრალურ ხელისუფლებას ადგილობრივად თვითმმართველობებმა. დისკომფორტი რითი უნდა შეუქმნან? უნდა რაღაცა გააფუჭონ, რაღაცა დააშაონ, გააბრაზონ და ასე შემდეგ. პირდაპირ პირდებიან, რომ საბოტაჟით იქნებიან დაკავებული, თუ კი მას მანდატი ექნება და რა თქმა უნდა, არავინ არ მისცემს საბოტაჟისთვის მას ხმას და რეგიონში რო ეს ხალხი საერთოდ არ ჩანს და არ დადიანებს ეს საკითხი ეს საპარლამენტო არჩევნების დროსაც მოხდა. ტრამპის განკარგულებაც ბატონო შალვა თუ შეიძლება საბანკო სექტორთან დაკავშირებით, რას ნიშნავს ეს და ხო, ზოგადად ჩვენ ხედავთ რომ ეს ეგრეთ წოდებული სანქციები და ფინანსური სანქციები განსაკუთრებით და თუმცა სხვა მხრივაც არასასრულო პირად გამოცხადებაც, ეს რაღაც აქციეს ყოველდღიურ პოლიტიკურ ინსტრუმენტად, რომელიც შეგვიძლია ყოველგვარი სასამართლო კონტროლის გარეშე, ყოველგვარი გამჭვირვალობის გარეშე გამოიყენო, ასე ვთქვათ, თვითნებურად. და ამის მაგალითად ჩვენ ხედავთ ბალტიის ქვეყნები, ამისი სასკოლო მაგალითია, ასე ვთქვათ, როგორ შეიძლება უბრალოდ პოლიტიკურ მოტივით ერთი ქვეყანა მეორე ქვეყანას ებრძოდეს აი ამ რაღაც ცოტა გაუგებარი ინსტრუმენტებით, ხა ბალტიის შემთხვევაში ეხება არასასრულო პირად გამოცხადება, ხა მათ არ აქვთ იმის შესაძლებლობები, რომ სხვა რაღაც ძიმე ინსტრუმენტები ქონდეს. თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაშიც ჩვენ ვიცით, რომ რამდენიმე საქართველოს მოქალაქის მიმართ არის გამოყენებული ფინანსური სანქციის ინსტრუმენტი ყოველგვარი სასამართლო კონტროლის გარეშე, ყოველგვარი გამჭვირვალობის გარეშე, უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევით და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერი იმის დარღვევით, რომელიც არის ძირი და ძირი სამართლებრივი სახელმწიფოს. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმებაზე მინდა რომ ვკითხოთ, სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით, რა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს რეგიონისთვის და სად არის ამ დროს საქართველო? ერთ ნაწილი მინდა რომ ვკითხოთ და მეორე ის რომ რუსეთის როლი უფრო და უფრო მცირდება კავკასიაში ამასთან მიმართებით რეგიონში ამასთან მიმართებით პოზიციაზე. რა თქმა უნდა ეს უმნიშვნელოვანესი მომენტი არის, როდესაც 10 წლების კონფლიქტი დასრულდა ამ შეთანხმებით, რაც უპირველეს ყოვლისა წაადგება რეგიონის სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას და მის მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას. ეს იყო დიდი ტვირთი, რომელიც ჩვენს რეგიონს აწვა და თითოეული ქვეყანა, მათ შორის საქართველოს, რომელიც უშუალოდ არ იყო ჩართული ამ კონფლიქტის ნაწილი არ იყო, თუმცა ის გავლენას ახდენდა ჩვენს მოსახლეობაზეც, ჩვენს ქვეყანაზეც, საინვესტიციო მიზიდულობაზეც და ასე შემდეგ, როდესაც კონფლიქტი არის სამეზობლოში. ამიტომ საქართველოს ყოველთვის იყო ყველაზე დიდი გულშემატკივარი
სომხეთს და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებისა და გრადი მშვიდობის ჩამოყალიბებისა და ძალიან გვიხარია რომ ეს შეთანხმება შედგა მე პირადად მიულოცე როგორც აზერბაიჯანის ისე სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეებს ამ შეთანხმების მიღწევა და მათ იციან რომ ჩვენ ყოველთვის ქონდა შეთავაზება რომ როგორც კი სამშვიდობო შეთანხმება იქნება ხელმოწერილი უკვე გზა იხსნება შემდეგ უკვე პოლიტიკური ფორმატებისთვის მათ შორის საპარლამენტო ფორმატებისთვის იმისთვის რომ დობა ქვეყნებს პოლიტიკოსებს პარლამენტარებს შორის ჩამოყალიბდეს გაღრმავდეს და ამ მხრივ საქართველოს თავის წულს შეიტანს ხაზგასაცმელია რომ 10 წელობის განმავლობაში ამ კონფლიქტის მოგვარებას ასე ვთქვათ კურირებდა იცით თქვენ ეუთოს ფორმატი სადაც ევროკავშირი იყო წარმოდგენილი ევროკავშირის წევრი ქვეყნები იყვნენ უმრავლესობის წარმოდგენილი და ხედავთ რომ ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწიეს საერთოდ და მნიშვნელოვანია რომ პრეზიდენტმა ტრამპმა შეძლო საკუთარი პოლიტიკური ნების და პოლიტიკური წონის გამოყენებით ამ კონფლიქტის დასრულება რამდენიმე დღეში. არჩევნებთან დაკავშირებით ყველა ნაბიჯი რომელსაც მოაქვს მშვიდობა და რომელიც აჩერებს ომს, ყველა ეს ნაბიჯი არის რა თქმა უნდა Deep State-ის შესუსტება, ვინაიდან ომის პარტია ზუსტადაც რომ Deep State-ი არის. ანუ ეს გადაწყვეტილება მიანიშნებს თქვენთვის იმას, რომ ტრამპი ამარცხებს Deep State-ს, სწორად გავიგე? ჩვენთვის მთავარი გამსაზღვრელი და ინდიკატორი იმისა, თუ რამდენად წარმატებულია ამერიკის ახალი ადმინისტრაცია Deep State-ის დამარცხებაზე, არის საქართველო. ჩვენ და ჩვენი გვაწუხებს უპირველეს ყოვლისა, ჩვენი გვაწუხებს. რა თქმა უნდა, ეს არის კარგი და პოზიტიური ნაბიჯები, თუმცა მთავარი ინდიკატორი მათ შორის ვინაიდან თუ საუბარი გვაქვს არა ამ ჩვენ საქართველოს შემთხვევაში საუბარი გვაქვს იმაზე რომ სწორედაც წინა ადმინისტრაცია რომელიც იყო ასე ვთქვათ Deep State-ის კონტროლის ქვეშ და მისი ნაწილი რასაც ამხელს უპირველეს ყოვლისა თავად პრეზიდენტი ტრამპი და მისი ასე ვთქვათ სპეციალური უსაფრთხოების სააგენტოები, რომელიც დაკავებული იყო საქართველოში ხელისუფლების არადემოკრატიული გზით ცვლილების, ამიტომ მთავარი ინდიკატორი ჩვენთვის არის საქართველო და საქართველოსთან დაკავშირებული. რუსული გავლენები რომ მცირდება რეგიონში, ამაზე არ მიფასებთ. ამას დადებითად ამასებთ რუსული გავლენები რომ მცირდება რეგიონში, რადგან ეს შეთანხმება შედგა. ბატონო შალვა, მიფასებთ ამ თემასთან დაკავშირებით. რაც შეეხება გავლენებს, თავარი ერთი რამე არის, რომ თავარია ყველა ქვეყანამ გააცნობიეროს, რომ ერთადერთი გავლენა, რომელიც მის ქვეყანაში უნდა არსებობდეს, ეს არის საკუთარი ხალხის გავლენა. აი ეს არის მთავარი. ნებისმიერ სხვა გავლენა, ნებისმიერ სხვა ქვეყნის გავლენა საკუთარ ოკუპანტი, მეგობარი, შორეული მეგობარი, ახლობელი მეზობელი მნიშვნელობა არ აქვს. სხვა ქვეყნის გავლენა შენს ქვეყანაზე არის ცუდი. ნებისმიერ მდგომარეობაში არის ცუდი, ვინაიდან ეს არის სწორედ ანტიდემოკრატია, როდესაც შენი ქვეყანა იმართება არა შენი ხალხის ინტერესებით და გავლენით, არამედ სხვა ქვეყნების ინტერესებითა და გავლენით. ამიტომ არის მთავარი არის ის, რომ იმ ქვეყნის მოსახლეობის ინტერესები გადარდეს. ამიტომ ამ მხრივ მისალოცი აქვს, უპირველეს ყოვლისა ეს აქვს მისალოცი აზერბაიჯანს და სომხეთს, რომ მათ შეძლეს მშვიდობის დამყარება, რაც მათი ხალხის ინტერესია უპირველეს ყოვლისა. ჩვენ ხედავთ, რომ ერთ მემორანდუმზე ხელმოწერილი ორი პარტია ამ დრომდე ვერ თანხმდება საერთო მერობის კანდიდატზე, გახარიას კონჩეგოსის, გიორგი შარაშიძის სახელი და გვარი, ასევე გვესმის საფრთხედება ინფორმაცია მერაბ სეფაშვილზე, ალეკ ველისაშვილზე. ეს სახელი და გვარებია, რამდენად რეალური კანდიდატებია და რამდენად შანსი, რომ იგივე თუნდაც გადაგაცეს. უპირველეს ყოვლისა მე მგონი ყველა ხედავს და ყველამ გააცნობიერა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვის დააყენებს რადიკალური ოპოზიცია, ვის და რამდენ კანდიდატს დააყენებს, სად დააყენებს, ქალაქად, სოფლად თუ სად იქნება. ყველა ხედავს, რომ ამ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს ქართული ოცნება. ასე რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება მათი კანდიდატი, მათ შორის ვინ იქნება მათი კანდიდატი თბილისში, ვინაიდან თბილისს ყავს მერი და მათ შორის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, რომელმაც თბილისი ჩვენი დედაქალაქი რადიკალურად შეცვალა. ყველანაირი გაგებით, როგორც ინფრასტრუქტურულად, ისე სისტემის მოწყობით, ისე პროცედურებით, ისე სოციალური საკითხების, განათლების საკითხების, გარემოს საკითხების, ყველანაირად საქართველოს დედაქალაქი დღეს არის აბსოლუტურად სხვა, ვიდრე ეს იყო 2017 წელს და ეს ყველაფერი მოხდა სულ რაღაც 7-8 წელიწადში. ასე რომ აქ ალტერნატივა არც კი არსებობს.
ამის ალტერნატივა ერთადერთი არის და ამას პირდებიან ზუსტად რადიკალური ოპოზიცია, რომ დაამყარებენ ქაოსს და საბოტაჟს ქალაქში თუ კი ექნებათ რაიმე პოლიტიკური ბერკეტი. ასე რომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება მათი კანდიდატი.